შემთხვევაში გაფრთხილების შემდგომ, ხოლო რიგ შემთხვევაში სრულიად გაუფრთხილებლად იწყებოდა რამდენიმე საშუალების გამოყენება, ეს იქნებოდა წყლის ჭაუში გარეული გარკვეული ნივთიერება, წიწაკის სპრეი, ხუთავი გაზი და ასე შემდგომ. ჭაულის გამოყენების შემდგომ სპეცრაზმი 10,000-ობით მშვიდობიანი მომიტინგის მისამართით ისროდა დიდი რაოდენობით ხუთავი გაზის კაფსულებს, რაც შეუძლებელს ხდიდა ხედვას, სუნთქვას, იწვევდა პანიკას, ქმნიდა ჭყლეტას და ქაოსის რეალურ საფრთხეს. ცრემლსადენი გაზის კვამში გახვეული დემონსტრანტების დასაჭერად უკვე სპეცრაზმს გამოეყოფოდნენ დამრბევი რაზმები, რომლებიც იჭერდნენ განურჩევლად ყველას, ვინც ვერ ასწრებდა და ვერ ახერხებდა ტერიტორიის დატოვებას, რიგ შემთხვევაში მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ემორჩილებოდნენ დაშლის მოწოდებას, სპეცრაზმი უწყობდა ჩასაფრებას, აქცევდა ალყაში და აკავებდა მათ. რაც შეეხება დაკავების შემდგომ პერიოდს, დაკავებულებს სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდებოდნენ, შეჰყავდათ სპეცრაზმის ეგრეთ წოდებულ კორდონში, სადაც სამართალდამცავები სცემდნენ დაკავებულებს, შემდეგ ისინი გადაჰყავდათ ეგრეთ წოდებულ მინივენებში. დაკავების სპეციალურ ავტომანქანაში შიდა სივრცე ისე იყო წინასწარ მოწყობილი, რომ დაკავებულთა ცემა გაადვილებულიყო. მინივენებში პერიოდულად მონაცვლეობით შედიოდნენ სპეცრაზმელთა ჯგუფები და ფიზიკურად უსწორდებოდნენ იქ მყოფ დაკავებულებს. დაკავებულთა ჩვენებებით ირკვევა, რომ მათ მიმართ ფიზიკურ ძალადობას, არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას და წამებას ზედამხედველობდა ერთი პირი, რომელიც იძლეოდა მითითებებს, სად, როგორ და რა ინტერესიობით უნდა ეცემათ დაკავებული. დაკავებულებს განსაკუთრებით გამეტებით ურტყამდნენ სახის, კეფის, თვალბუდის, ნეკნების, თირკმლის არეში. ცემასთან ერთად სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს, ართმევდნენ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, მობილურ ტელეფონს, ჩანთას, საფურლეს, სათვალეს, ჯვარს და სხვა პირად ნივთებს. ცნობილია შემთხვევა, როდესაც მინივენში, სადაც დაკავებულებს სცემდნენ, სპეცრაზმელებმა შეაგდეს გაზის კაფსულა და შემდეგ დახურეს კარი. ცნობილი ხდება ასევე ისეთი შემთხვევები, როდესაც გაძარცვულ და ნაცემ დაკავებულებს ასხამდნენ ცივ წყალს. ასევე ნაცემ დაკავებულებს სისხლის მოსაწმენდად აწვდიდნენ მაგალითად წინდებს. დაკავებულებს აგინებდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ მოკლით, გაუპატიურებით სხეულის ნაწილების მოტეხვით. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების შემდგომ სამართალდამცავებმა ის ლისის ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ადგილზე მოკლით და დამარხვით ემუქრებოდნენ. ნაცემი დაკავებულებისთვის ცდილობდნენ ღირსების შელახვას, უღებდნენ ფოტოებს, ვიდეოებს, რომელზეც ასახავდნენ მათი დაცინვის, დამცირების ფაქტებს და იძულებდნენ ეთქვათ საკუთარი თავის მისამართით დამამცირებელი ფრაზები. რიგ შემთხვევაში ნაცემ დაკავებულებს ვიდეოს პირადად გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი უღებდა. ამის შემდგომ ფიზიკური ანგარიშწორების და წამების შემდგომ სპეცნაზი დაკავებულებს უკვე გადასცემდა საპატრულო პოლიციას, რომელსაც ისინი ჯერ პოლიციის სხვადასხვა სამმართველოში, ხოლო 3-4 საათის შემდგომ დაკავების იზოლატორებში გადაჰყავდათ. გადატვირთულობის გამო იზოლატორში შესახლებამდე სასტიკად ნაცემ ტანსაცმელს შემოხეულ დასველებულ დაკავებულებს საათობით საშუალოდ 3 ან მეტი საათი უხდებოდათ დაკავების მანქანაში მოცდა. რიგ შემთხვევებში ამ მდგომარეობაში მყოფი დაკავებულები სხვა ქალაქების იზოლატორებში მიყავდათ. იზოლატორში შესახლებამდე პოლიციის მიერ შედგენილი დაკავების ოქმების აბსოლუტური უმრავლესობა არის ყალბი და არასწორი. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებს ეთყობოდა წამების და ფიზიკური ანგარიშწორების კვალი, მათ არ უწევდნენ დროულ ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას და არ გადაჰყავდათ საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებში. ასევე არ ეძლეოდათ მათ ადვოკატთან დროულად დაკავშირების შესაძლებლობა და უმეტესად დაკავების 48 საათის ვადის გასვლის შემდგომ იზოლატორებიდან ისინი მიყავდათ სასამართლოებში, რაც ხდებოდა უკვე სასამართლოებში და რა როლი ჰქონდა ამ ყველაფერში პოლიციელებს, ამაზე უკვე ეკა ისაუბრებს. მოგესალმებით მეც ჩვენ შევეცადეთ რომ მონიტორინგი განვეხორციელებინა სასამართლო პროცესების და აქაც გამოვკვეთეთ პოლიციელების როლი, რომლებიც ცრუ ჩვენებებს აძლევდნენ მოსამართლეს და ამით არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობას და გეტყვით რაში გამოიხატებოდა ეს ყველაფერი. პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმები, როგორც წესი, იყო შაბლონური
და ფორმალური ხასიათი ჰქონდა, მათში იდენტური ტექსტები გამოიკვეთებოდა, მათ შორის შეცდომებიც იგივე იყო, მაგალითად შეურაცხყოფას არასწორად წერდნენ აბსოლუტურად ყველა ოქმში და ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ ჰქონდათ კონკრეტული ტექსტები გადაცემული. ოქმებში მითითებული არ არის შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის დრო, ასევე ტერიტორიაც არის ძალიან ზოგადად მითითებული, ხშირად არის საუბარი რუსთაველის გამზირზე ზოგადად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასე შემდეგ, მაშინ როდესაც ძალიან კონკრეტული ადგილი უნდა იყოს მითითებული ამ ოქმში. ოქმებში არ არის დაკონკრეტებული რა სიტყვები შეფასდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის დარღვევად. სასამართლოში წარმოდგენილი მოწმე პოლიციერები ცრუ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს და ზოგადი ფრაზებით ცდილობენ შესაძლო სამართალდარღვევაზე საუბარს. იგინებოდა უმისამართოდ, გვეძახდა მონებს და რუსებს, აი ამას ხშირად გამოიყენებენ. მოწმე პოლიციელები ვერ ადასტურებენ, რა კანონიერი მოთხოვნა ჰქონდათ იმ მოქალაქეების მიმართ, რომელსაც დაუმორჩილებლობას ედავებიან. მოწმე პოლიციერები არ მოიპოვებენ და საქმეს არ ურთავენ კონკრეტული ფაქტის ამსახველ სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერს. ხშირ შემთხვევაში ისინი საუბრობენ, რომ სამხრე ვიდეოკამერები ყოველთვის მათ ჰქონდათ ყოველთვის გამორთული, დაუმუხტავი იყო, არ მუშაობდა და ასე შემდეგ. საქმეზე 2 ან მეტი პოლიციელის მოწმის არსებობის შემთხვევაში მათი ჩვენებები არსებითად აცდენილია ერთმანეთს და ურთიერთსაწინააღმდეგოა. დაკავებულების ოქმები შეიცავს ყალბ არასწორ მონაცემებს, მათ შორის დამკავებელი პოლიციელების შესახებ, როგორც ჩანს, ეს პოლიციელები საერთოდ არ იმყოფებოდნენ იმ დაკავების ადგილზე. მოწმე პოლიციელები სასამართლოზე აღნიშნავენ, რომ უყურებდნენ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა ისინი ხშირად საერთოდ არ ფიქსირდებიან იმ ვიდეო ჩანაწერებში, რომელსაც ხშირად ჩვენ წარმოვადგენთ სასამართლოს პროცესებზე. მოწმე პოლიციელები სასამართლოს განხილვის სხდომებზე საუბრობდნენ, რომ ისინი ბრძანებას აძლევდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელებს ან მათ წარმოადგენლებს, მაშინ როდესაც მოწმე პოლიციელები რიგითი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან და ისინი ვერც წარმოადგენენ სამართლებრივ საფუძველს, თუ რის საფუძველზე აძლევდნენ ბრძანებას სხვა დანაყოფის წარმომადგენლებს. ხშირ შემთხვევაში მოსამართლე და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ სასამართლოზე ჩვენმა ადვოკატებმა მათ არ დაუსვან კრიტიკული კითხვები და ფაქტიურად აარიდონ ეს უხერხულობა და ხშირ შემთხვევაში ეს მოწმე პოლიციელები ასევე გვაწვდიან ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არც კითხულობდნენ რა შემთხვევაში მოხდა დაკავებული ადამიანის ცემა და ასე შემდეგ. ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე მოწმე პოლიციელს, რომელიც ცრუ ჩვენებებს აძლევდა სასამართლოს. ეს არის მხოლოდ მცირე რაოდენობა ამ ადამიანების და ასევე გეტყვით, რომელ საქმეებში ფიგურირებდნენ ისინი. დავით გოგილაშვილის საქმეზე 2 ასეთი პოლიციელი იყო, გიორგი ჩარეკაშვილი, თორნიკე მენაბდე. ასევე ბეატრის კლიმენკოს საქმეში იყო სულხან კიკნაძე, რევას წურწუმია. დავით გოდერძიშვილის საქმეზე იყო ზვიადი მარგველანი. შოთა ნარსიას საქმეზე იყო ზურაბ ღარიბაშვილი და დავით მარუაშვილი. თეიმურაზ ბეჟანიძის საქმეზე იყო ოთარ გელაშვილი. ეს არის მხოლოდ ძალიან მცირე სია იმ პოლიციელების, რომლებიც ცრუ ჩვენებას აძლევდნენ და ამ პოლიციელების მსგავსი პოლიციელების სიის გამოქვეყნებას ჩვენ გავაგრძელებთ. ცხადია ეს მასშტაბი, რომ არასათანადო მოპყრობის, არაადამიანური მოპყრობისა და წამების არის დაკავებულთა 70% აცხადებს, რომ ისინი არიან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები. ცხადია ამ მასშტაბის ძალადობა ვერ განხორციელდებოდა წინასწარი ორგანიზების გარეშე. გვაქვს ერთნაირი ხელწერა, ერთნაირი ისტორიები, რომელსაც ყვებიან ის დაკავებულები, რომლებიც ამ ტიპის ძალადობას დაექვემდებარენ. რა თქმა უნდა, არის გაცემული ერთნაირი ბრძანება, სად უნდა ცემონ, როგორ უნდა ცემონ, როგორ უნდა მოეპყრან, რა ადგილებზე წინასწარ იციან აბსოლუტურად ყველა შემსრულებელმა, რომელიც ამ ტიპის ძალადობას ახორციელებენ და ასევე აღნიშნავ იმასაც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს გარანტიები მიღებული პროკურატურიდან და სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან, რომ არც
ერთ ასეთ ფაქტზე არ იქნებიან დასჯილები, დამნაშავეები და ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, როგორ რეაგირებენ ბრჭყალებში ეს ორგანოები ამ მასშტაბურ ძალადობაზე, რასაც ჩვენ რამდენიმე დღეა ვხედავთ. შესაბამისად, დამნაშავეებად გვევლინებიან არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ძალადობენ დაკავებულებზე, არამედ ყველა ის პირი, რომელმაც ასეთ ტიპის ბრძანება გასცა და ყველა ის პასიური აქტორი, რომელიც მონაწილეობს აი ამ ადამიანების დაუსჯელობაში, იქნება ეს პროკურატურა, იქნება ეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური თუ იქნება ასევე ეს სასამართლო, რომელიც ასევე პირდაპირ ჩართულია უკანონო ადამიანების მიმართ გადაწყვეტილებების გამოტანაში და აღნიშნავ ასევე იმასაც, რომ ცხადია ამ პროცესში პირდაპირ მონაწილეობს პარლამენტიც, მთავრობაც, რომელსაც პირდაპირ ექვემდებარება შესწე და პარლამენტი, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია ის ორი უწყება, პროკურატურა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც დღეს აქტიურად უნდა იყოს დამნაშავეების დასჯით დაკავებული. ჩვენ არგუმენტად ვერ გამოგვადგება ის ფაქტი, რომ ისინი ვერ აიდენტიფიცირებენ მოძალადეებს, რადგან მათ აცვიათ უნიფორმები, მინიმუმ ამ ორმა საგამოძიებო უწყებამ მიციან ვინ არიან ბრძანებების გამცემი, რომლებიც ასევე არიან დამნაშავეები, მთავარი შემოქმედები აი ამ პროცესის. ამიტომ ცხადია, ჩვენ გვაქვს თვალხილული უმოქმედობით თუ აქტიური მოქმედებით ჩადენილი წამება და არადამიანური მოპყრობა ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე დღის განმავლობაში სისტემატურად ხორციელდება.